აზრიერება რუსთაველზე გადიდა იქ. კიდახოს ვაგზალზე რომ ამაკაი ბოზები დაყავდათ. მართლა მაინტერესებს. კაცებში მივდივართ. მე და ჩემი ძმა კაცებში მივდივართ და დამანებით ავი. რა ხდება დღევანდელ ვიდეოში? დღეს უნდა დავამარცხო ჩემი social anxiety და მარტო ხალხურ ადგილებში დვიჟენის შიში თუ როგორც არის. გადამაგდეს ნებსით თუნებლიეთ და საერთოდ არავიდან მყავს ვინც პოდკასტზე ჩემთან ერთად წამოვა. არ და ძალიან მინდოდა დასწრება, იმიტომ რომ ტატო ყავთ სტუმრად და როგორც თქვეს, არ დაიდება არსად ეს ლაი. An eternity later. მაგრამ ხალხო ესე გამოვიყურები შეფუთული, მეფუთული, მოფუთული. თვითონ ის ფაქტი არ მომწონს მარტო რომ მიწევს წასვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა და at least გავისერინებ მაინც და სულ არ ჩავყავ. ხო. და შტატივით არა ჩასახში. და არა უშუალოდ გადავიდე პრობლემა. ტელეფონი ნახევრად მოგდატენები, რამე შორს არ ვცხოვრობ, გაიწავეთ ხოლმე. ხო. ვინაც ეს ადგილი იცანით და აკომენტარეთ, იმიტომ რომ სადღაც მივდივართ ვცხოვრობ. ხო. ხოდა იგი ბუთი კალდი ვერ დაასწრებს. Ja. Diese Ramon. Ja, der Portugal ist gemog ich. Aber da, hat gemog ich man. Ja. Როგორც შეძახები ზევით. ეგენი არა. აი მართლა არ ვიცი ჩემ კამერას რა ჭირს და რატო არ ესეთი გაქცეული კადრები. მე კიდე როგორღაც მივღოღდი და ჩემთვის კუთხეში ადგილი ვიპოვე. საშინელი შეგრძნება ხალხო, აი საშინელი. საშინელი შეგრძნება, როცა სადღაც მარტო ხარ. არ მოგწონს არანაირად, აი სუდად ხარ. ვიღებთ ბიჭო სიგარეტი, ყავა. სკამი, ბოზები. იმიტომ რომ ცხოველთან ასოცირდება. ხო, იმდა გუშინო იყო ეს. ვინც ვერ მიხვდით აქ განიხილავენ მახარას მანქანას, რომელიც უკან არის გამოსახული ეკრანზე და მახარა აპირებს, რომ ესეთი დიზაინით გააკეთოს თავისი მანქანა თუ როგორც არის. და ხო, თბილისში თუ გაივლის სადმე, ყველას გეცოდინებათ, რომ მახარა და როგორ დარწმუნდით არის, მაგის მანქანაც ამბობს მაგ ყველაფერს. ლამჯობინე. შინაური ცხოველია ეს თუ მომთაბარეებს რო ყავთ ეგეთი. ხშირად იკულება. კიდახოს ვაგზალზე რომ ამაკაი ბოზები დაყავდათ. მართლა მაინტერესებს. ქართული სუტინიორის არ არის შეჩემა, ქართული სუტინიორი მანქანით არ დადის. просто შეჩემა მე რომ ვიტყო რა 4 იყიდო, არ ვიყიდი რა 4. მირჩენია სედანით რო. მე კი არ ვაფასებ ადამიანს მანქანით. ბევრი ადამიანი აფასებს თავის თავს მანქანით. სამწუხაროდ ბოლომდე ვეღარ ვუყურე, ძალიან კარგი ეპიზოდი იყო და ძალიან სახალისო იყო, იმიტომ რომ დინამოზე წავედი მატჩის საყურებლად. ხო, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი დინამოზე. აი ამ ადამიანის წყალობით. მოდი პოპულარული გავხადოთ და ყველამ დაიმატეთ მეგობრებში თუ შეიძლება. მეოთხე გოლი გავიტანეს უკვე ხალხო აი. რავი, ძალიან მაგარი თამაშია, ძალიან ვისიამოვნე. 4-0 წავაგეთ ხალხო. ძალიან იმედ გაცილებული ვარ, იმიტომ რომ ბოლოს იყო შანსები გოლის გატანის, მაგრამ ნუ რას ვეძავთ. მიხმარეს. 4,000 ადამიანი გახდა იმედ გაცილებული, მაგრამ ოკეი. გურამ თქვენი კომენტარი რო გითხრათ ამ მასთან დაკავშირებით. კომენტარი რო მითხრა. ძიმო თამაში იყო. კაპიტანმა ისა. ვაუ. An eternity later. ხალხო ძალიან დავიღალე, უბრალოდ ძალიან კარგი იყო. ძალიან გავერთე, მიუხედავად ისა, რომ წავაგეთ. და ხო, მუშტაეთში წავედი, თავი ამოყავი დინამოზე. და ძალიან კარგი აურა იყო, მომნადრები ეკაურობა. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვლოგი, იმედია მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო, გამომიწერეთ და წავედი ხა სახლში. მოკლედ. დღეს არის 21 ნოემბერი ხალხო და გამოფეთურებული ვიდეო გამოცდაზე.
არ ვიცი რა როგორ იქნება. ძალიან ცუდად ვარ, ძალიან დაღლილი ვარ და მე კაცების ლაივზეც მივდივარ. მას საოცარ როგორ გამოჩქვა ბილეთების მეტი შორის. და ეგეთი ამბები გვაქვს. დავით. გამოცდა არაჩვეულებრივად მწვანე ხალხო, უბრალოდ ძალიან გავიღალე, მოვკვდი და გადავიწვი. და ეხლა მე ვარ კაცების ლაივზე. დროულად მივიდე. იმიტომ რომ 7-ია 8-ზე იქ უნდა ვიყო და მე ვარ მაღალშინა უნდა გავიდე ბელიაშვილზე. ანუ ხვდებით ხო? მოკლედ მეგობრებო, დღემ ძალიან დატვირთულად ჩაირა, ძალიან დაღლილი და მკვდარი ვარ, მაგრამ კაცებზე მივდივართ. ძალიან ბედნიერი ვარ. კაცების ლაივზე ხო ბოდიში. კაცების ლაივზე მივდივართ. და კაცებში მივდივართ. მე და ჩემი ძმა კაცებში მივდივართ და მაგათ უნდა გავერთოთ. და ვუგუენებთ, მაგრამ არა უშავს მე მგონი, რომ სხვაებიც აგვიანებენ. იმქონი რა თქვა და უყოლოს ხარს. ისინი უკან არიან იმაში. მოვედით, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა, არა და დავაგვიანეთ, ხო? ფაქტია. მედია რომ შემოვლეთ და დავიწყებთ. გამარჯობა ყველას, მადლობა რომ მოვბრძანდით. ჩვენი ახალი წამოწყებები, ექსპერიმენტების ნაწილი ხართ ხოლმე და გვიხარია ეს ძალიან თამაშია. დღეს გვექნება ბევრი თამაში. კი, ასეთი თამაში იქნება, ამიტომ ესეთი განსხვავებული ალბათ დარბაზიც ისე არის, რომ აქამდე ვინც დადიოდა ჩვენს ლაივებზე, ძირითადად ხუმრობის მოყვარული. ასე იღებდა რუსთაველზე გადი და იგდა. პროგრამა დათო მოკაცეს იგებ. მოდი დათო სამეთა. ამაჟობა ამაზე ახლოს არ მოვიდე, ხო? ხო, ეხლა უყურე. აქ პასუხები იქნება ხელისაწევით. ანუ მილიონი რაღაცა გაათამაშეს, 1000 თამაში იყო და ვერაფერი ვერ მოვიგეთ. მაგრამ ცოტა გავერთეთ, ხო გიო? ცოტა მეწყინა რომ ვერაფერი ვერ მოვიგეთ. ბოლოს ულამაზესი ტორტი ქონდათ, ხალხო ამოვანათებდა გაჭირს, აპირებდნენ უბრალოდ. მე იმდენად დაღლილი ვარ, რომ ანუ ეხლა რომ ეს საათი 11 ხო მინიმუმ არის. ხო და ჯერ არ არის, მაგრამ სულდება. ხო და ეხლა კიდე ტორტი რო გავჩერებული ყავ, თან ტორტს არ უჭამ, რა მინდოდა იქ. ხო და არ სრულდება 25 ადგილი. 25 აგლიათ ერთმეს. ძალიან დაღლილი ვარ. თვალები ესე მეხუჭებოდა რა და თან მეწყინა რომ ვერაფერი ვერ მოვიგე. თან რა ბუნდი იყო იცი? მაგრამ კაცებზე ინფორმაცია და რაღაცები იმდენად არ ვარ. და ანუ რას ამბობდა? დააგინო იმას ვინც ხო, ერთი გამოტოვებით, რა რენდომად იღებდნენ ბოლოს ადგილებს და ჩემი გვერდით და გოგო მოიგო powerbank ვარ. powerbank ჩემთვის მაქვს. ჩემი მარშალებით გაკოვე. დღეს მოკლედ კარგი დღე გამოვიდა და ხვალ უკვე ჩემთვის კონცერტიდან შემოგიერთდებით მეგობრებო. ეს საოცარი ბიჭი მღერის და გიოს ნამღერსად დავურთავ ვიდეოში, ხო გიო? იმედია. და აუდიტორიას უნდა ვაჩვენო შედი დავღერი. ეხლა წავედით. სახლში უნდა მივიდე, მივაღწიო და დავეგდო სატოლზე ეკრება. ხო ძალიან სიკათური ძმა ყავს ხალხო. წავედით, დროებით მოსწრებით. კოცეკე ფაზე. წავედით კონსერვატორიაში მეგობრებო. ესეთი უღამაზესი ვარ.
ბატონო ლუკა, რას ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ დღევანდელი საღამო? კარგი იყო. ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ? გიორგი ტოფაძე და საბა ჩხარტიშვილი. ოჰო, აი ისეთ პოპულარულია ჩემი ძმა, რომ უკვე მასთან ფოტოებს იღებენ ხალხო. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ, თორემ მე უკვე ფასიანი გახდება. აი ახლა. ხალხო, ახლა მე წავალ და ვეცდები, რომ ეს მომღერლები ჩავწერო და მათი წარმოადგენთ 5 წლის შემდეგ სად იქნებიან. ძალიან საინტერესოა, ხო? კი, მეც ვფიქრობ, რომ საინტერესოა, ასე რომ წავედით. კიო, როგორ მოგეწონა დღევანდელი საღამო? კარგი იყო, მაგრამ უკეთესი შეიძლება. თავი თოს ვალმო. დამანები თავი. ხალხო, მოკლედ, აი, ესეც ფოტოსესია აქვთ, უბრალოდ ნახეთ. ყველანი ძალიან ლამაზები არიან. მოკლედ, დღეს მაგ ესეთი გეგმა რომ უნდა ჩავწერო, თქვენი აზრით 5 წლის მერე სად იქნებით? საბა, დაიწყე. ისევ ამ რეალობაში, რა ვიცი, სად ვიქნები 5 წლის მერე. სად იქნები 5 წლის მერე? 5 წლის მერე ვიქნებით. ბალახში, ზაფხულში, გერმანიაში ვიქნები უეჭველი. 5 წლის მერე ზაფხულში. რომელ სცენაზე ვიდგები? მაგრამ იმედს ჩემ იმედს და ოცნებებს გამოვხატავ ლასკალას სცენაზე, იმედია. 5 წლის მერე? ლასკალა. ხა, იმედი ეს კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ძირს დამივარდა. მიკროფონი დამივარდა ძირს. ხო, ეხა ფოტოებს იღებენ ეს სწრაფ რეჟიმში, იმიტომ რომ აქ შუქები გაითიშებაო და ვერ ხვდები ეხა კონსერვატორიას რა უჭირს იმის ფასი, რომ 10 წუთით შუქი არ გათიშოს და ბავშვის ფოტოების გადაღება 10 საათოს, აი ვერ ხვდები მართლა. მოკლედ ჩვენ ვიწერთ ოპერის მომღერლებს. 5 წელიწადში სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, რომ გითხრათ? მე ოპერის თეატრებში. რავი, მე უფრო ვენა მინდა ყველაზე მეტად, სიმართლე რომ გითხრათ, ვენა და რავი, პარიზის ოპერა. ოჯახ, კარგი. ოკეი, 5 წელიწადში დაგიბრუნდებით. თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ძალიან მაგრაში ასრულეთ და რო გითხრათ 5 წლის მერე სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? 5 წლის მერე? ნუ 5 წლის მერე ალბათ ამერიკაში. ამერიკაში წარმომიდგენიან საუკეთესო ვარიანტში მეტროპოლიტენში. ხო, ნუ წარმატებები. გიორგი, შენ ჩაწერა და ამავიწყდა და სად იქნები 5 წელიწადში? საჩი ჩემ თავს ხედავ სადმე დიდ სცენაზე. არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს გარდა იყოს ყველა, გერმანიაში. ნახოთ რა მომავალი გვიჩვენებს დანარჩენს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მოკლედ, ეხა მაინტერესებს შენ რას ფიქრობ 5 წელიწადში სად იქნები? 5 წელიწადში? 5 წელიწადში ღმერთს მივანდობ სად ვიქნები 5 წელიწადში. ამბიციები დიდი მაქვს, პავაროტს უნდა გავასწავლო. 5 წელიწადში დაგიბრუნდები და აბა ვნახოთ. კარგად. საბა, ეხა გვაინტერესებს ესეთი რაღაცა. კლასიკური მუსიკა თუ ჰიპ-ჰოპი? ვაიმე, ბოდიში. პირველ რიგში, ეს კითხვა მაინც ისეთი კითხვა პროფესიონალურად, კარიერულად. ცოტა მალე. პირველ რიგში ოპერა და კლასიკა და ჰიპ-ჰოპი არის უფრო ჰობივით, ჯერჯერობით ეგრეა და ორივე ერთად თანხმედრაში მოდის. ნახოთ რა იქნება მე. ოკეი. სხვათა შორის საბას აქვს ძალიან ისეთი ორიგინალური და განსხვავებული მიმართულება სტილი, იმიტომ რომ თან ჰიპ-ჰოპიც აქვს, თან კლასიკური ჩანართებიც აქვს და ამოვანათებ აქ საბას არხს ჩხარტის და ნახეთ. მოკლედ, ჩემმა ძმამ დაკარგა ტელეფონი. ეხლა მივიდივართ საძებნად. აი მე რანაირი უთაბოლოები ხართ რა ეს მომღერლები. მალადეთ, საღოლ. ხალხო, მილიონი ფოტო გადაიღეს და რა უბედურება ვერ გავიგე რა. კაი, ეხლა წავედით გასახსელში რაღაცა უნდა ავიღოთ. და თან დაგათვალიერებთ როგორ გამოიყურება შიგნიდან კონსერვატორია. ესეთი ძალიან ლამაზი კლასიკური ჰოლებია. ჩემი ძმა უფრო ლამაზებს ამ ყველაფერს. და პიანინოს ხმარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხალხი რეპეტიციობს. ძალიან საოცარია ურა აქ. არ ვიცი, სათინაოა. ორი როიალი. სიცმე. წამოიყიათ სახში გამოიცვალა, წავედით. ხო.
მოკლედ ეს იყო მეგობრებო ჩვენი კონსერვატორიის კონცერტის ვლოგი. თუ მოგეწონათ და გინდათ რომ ეს ადამიანები კიდე გადავიღოთ და ჩავწერო, აუცილებლად დამი კომენტარით და გამოიწერეთ არხი და ხო, გარეთ გველოდებიან, მე რა, ჩემეთმეს ელოდებიან. კაი, წავედი. აბაჰე, ეს იყო ჩემი ერთი კვირა, რომელიც საკმაოდ სახალისო გამოდგა. თქვენ აუცილებლად გამომიწერეთ. დაგეძახა მე. ვიწეროთ ხო არა ხართ ვიჭო? ბრავო, დაგეძახა. ხო გითხარ? ბრავო, ბრავო, ვიძახე, მაგრამ პირველ კურსელები კი არ უკრავდნენ და ანუ კი უკრავდნენ, მაგრამ უხმოთ რა. ო.